სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012-14 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეძლო 2013-14 წლებში შრომის ანაზღაურების მუხლი წლის განმავლობაში გაეზარდა თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის 1/12-ზე მეტი ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით 2013-14 წლებში მუხლი გაზრდილია 2.928.100 ლარით. გაზრდილი თანხით ძირითადად პრემიებია დაფინანსებული. 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1.95.900 ლარი, რაც თანამდებობრივი სარგოს მუხლით დახარჯული თანხის 42.7% შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობა 2.863.200 ლარია, თანამდებობრივი სარგოს 81.5%. 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4.259.800 ლარს შეადგენს. აღემატება თანამდებობრივ სარგოს და ამ მუხლის 106.5%-ია. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობით. საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის მოხელეებზე დანამატის გაცემის წესი საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა კანონდარღვევით. ბრძანების საფუძველზე 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე დანამატის სახით გაცემულია 36.400 ლარი. აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდა 2015 წელსაც. 2012-14 წლებში საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 1.459.100 ლარი. ხარჯების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაბამისი მტკიცებულებები. სტუმრების მიღებისათვის 2012-14 წლებში შეძენილია 74.300 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი. ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისათვის დაიხარჯა 52.300 ლარი. წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 55.500 ლარი დახარჯულია საჩუქრების შესაძენად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით საჩუქრები შესყიდულია საკრებულოს სტუმრებისათვის, მათ შორის 7.100 ლარის ალკოჰოლური სასმელები. აქედან 2013 წლის აგვისტოში შეძენილი 1.700 ლარის ღირებულების 10 დასახელების სასმელი გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარეს სტუმრების გამასპინძლების მიზნით. საკრებულოს კუთვნილ ზოგიერთ ავტომანქანაზე დოკუმენტირებულად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად 61.99%-ით აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს. საკრებულომ რიგ შემთხვევებში ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რომ სამსახურებრივი მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები განპირობებული იყო ობიექტური საჭიროებებით. 2012-14 წლებში სარევიზიო კომისიის შენახვის ხარჯებმა 1.507.600 ლარი შეადგინა. საკრებულოს არ მოусმენია ინფორმაცია სარევიზიო კომისიის არც ერთი შემოწმების შესახებ და არ განვიხილავს აქტებში დაფიქსირებული დარღვევა ნაკლოვანებები. აგრეთვე სარევიზიო კომისიას წარმომადგენლობით ორგანოში არ წარუდგენა თავისი საქმიანობის ანგარიში. 2013 წლის 20 დეკემბერს კანონმდებლობის დარღვევით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ iMac 27 ღირებულებით 4.400 ლარი. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სავარაუდოდ კანონდარღვევით დაკანონებული მიწები. ქალაქ თბილისის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების დროს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზოგჯერ არ ეფუძნება საკმარის დასაბუთებას. არ ჩანს, რამ გამოიწვია ზონირების შეცვლა, მათ შორის რეკრეაციული დანიშნულების მიწებისათვის.